ოსკარ პიასტრიმ ბრიტანეთის გრან-პრიზე 10 წამიანი ჯარიმა მიიღო, რაც საბოლოოდ გამარჯვების დაკარგვის ფასად დაუჯდა. უსაფრთხოების მანქანის რეჟიმის დროს მკვეთრი შენელება, რამაც უკან მომავალი პილოტი აიძულა თავის არიდების მიზნით ასევე მკვეთრი მანევრი გაეკეთებინა და გამოიწვია პოზიციების ხანმოკლედროით გაცვლა, გახდა პიასტრის დაჯარიმების მიზეზი. ეს შემთხვევა ერთი შეხედვით ძალიან გავს რასელი ვერსტაპენის ინციდენტს კანადის გრან-პრიზე, როცა ბრიტანელი ასევე ძალიან მკვეთრად შენელდა უსაფრთხოების მანქანის უკან. მაგრამ მაშინ ეს ეპიზოდი ჯარიმის გარეშე დასრულდა. მთავარი განსხვავება ამ ორ ეპიზოდს შორის ისაა, რომ პიასტრის შემთხვევაში უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი დასრულებული იყო და ის ბოქსებში ბრუნდებოდა. ფორმულა 1-ის სპორტული რეგულაციების 55.15 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების მანქანის რეჟიმის დასრულების შემდეგ პილოტებმა უნდა იმოძრაონ ისეთი ტემპით, რომელიც არ მოიცავს არათანმიმდევრულ აჩქარებას ან დამუხრუჭებას. არც სხვა მანევრს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა პილოტებს ან ხელი შეუშალოს რესტარტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორმულა 1-ში აღარ უნდათ 2020 წლის ტოსკანის გრან-პრის ინციდენტის გამეორება. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ პიასტრის ჯარიმაზე, ეს პადოკის ისტორიებია, ჩვენ ფორმულა 1-ზე ვსაუბრობთ დროებით.